და ეხლა ხელი შეშველება. მივიტანოთ ამბავი ბრიტანეთში დაცული დღემდე უცნობი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით ჩანადირი, რომელმაც ინგლისში იმოგზაურა, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს გაეცნო. მანვე გადაიღო კემბრიჯის ყველა ქართული ნუსხა და ოქსფორდის ხელნაწერთა ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა ფოტოფირები საქართველოში აქამდე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში 11 ხელნაწერის ფრაგმენტია დაცული, რომელიც მე-11-მე-13 საუკუნეებით თარიღდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნუსხები ქართველი მეცნიერებისთვის აქამდე არ იყო ცნობილი. ფოტოასლები პრეზენტაციის შემდეგ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცემა. მე სადიპლომატო მქონდა აღებული გაბრიელ მცირის კლიტეზე მუშაობდი და მე აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ხელნაწერი გაბრიელ მცირის ჯვარშემოსილი იყო ოქსფორდში და აი ამან დამაინტერესა მე მოვიძიე ინფორმაცია, ვნახე ვორდროპის კატალოგი, ვნახე რომ 100 მეტი ქართული ხელნაწერი იყო, მე აქ ვნახე ის ფოტოპირები, რომლებიც ჰქონდა ჩვენ, საკმაოდ მწირი იყო და ამდენად ინტერესი ძალიან დიდი იყო ჩემი. ციფრული მასალა ჩვენთვის აქამდე არ ყოფილა ხელმისაწვდომი, ამის შესაბამისად ჩვენს მკვლევარებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აქ ადგილზე უცხოეთში გასვლის გარეშე შეესწავლათ ეს ყველაფერი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.